ჩვენ 8 პროდასავლური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვაკეთებთ ერთობლივ განცხადებას. გუშინდელი, რომელსაც მე წაგიკითხავთ, გუშინდელი აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, სადაც მოსახლეობამ აჩვენა დიდი შემართება ბრძოლის, დიდი შემართება პრინციპული ბრძოლის ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე, რომელმაც მოგმართა ასევე შიმშილობის საკითხზე და მე პატივს ვცემ მის დამოკიდებულებას და რომელსაც აქვს ხედვა თუ როგორი უნდა იყოს ეს ერთობა, ამიტომ ვაფიქსირებ აქ მის მიმართ პატივისცემას. ეხლა კი წავიკითხავ 8 პარტიის განცხადებას და მე ყველა მოგმართავ. ჩვენ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთობლივად ვაცხადებთ. პირველი, უარს ვამბობთ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასად შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს. მეორე, ვაცნობიერებ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი პრინციპული უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ არათანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას ბოლომდე. ამ სულისკვეთებით და ამ მიდგომით მე ძალიან მიხარია, რომ წყვეთ შიმშილობას ყველა ერთად და წყვეთ იმისთვის, რომ გადავიდეთ ყველა ერთად ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე. მადლობა, მოგესალმებით ყველას. მე მინდა ვთქვა, რომ ჯერთი მივესალმები ელენეს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ამ ბრძოლას სჭირდება ყველას მხნეობა, ყველას ჯანმრთელობა. მივესალმები იმ ერთობას და ერთიანობას, იმ იდეების და პრინციპების გარშემო, რაც ამ საერთო განცხადებაში იქნა წაკითხული. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისათვის, რომ ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს. ეს არის თავისუფალ ევროპული ტიპის დემოკრატიაში ცხოვრება, სახელმწიფოს დაბრუნება და ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის საბოლოო დამკვიდრება. ჯანმრთელობა ყველას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. ჩვენთვის ფედერალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი გზით ვიაროთ. სწორი გზა არის ის, რამაც რეჟიმი ამ ზომამდე მოიყვანა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყოველდღე კარგავს თავის წევრებს და ერთმანეთს ჭამს. ამ დროს ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი არის სწორ გზაზე ძალისხმევის გაერთიანება. ეს სწორი გზა არის რეჟიმის იზოლაცია და მისი მარტო დატოვება და არაღიარება ყველა დონეზე, საერთაშორისო დონეზე, ეროვნულ დონეზე და ადგილობრივ დონეზე. ამიტომ ჩვენ ფედერალისტები ვუერთდებით ბოიკოტს, იმიტომ რომ ეს არის თანმიმდევრული გზა და თანმიმდევრულობა არის ჩვენი ძალა. ვაფიქსირებ სტრატეგია აღმაშენებლის პოზიციას, რომ ჩვენთვის ერთობა არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ რეჟიმს უნდა რომ გონახოს დაკსაქსული და ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ამიტომ გამარჯვებისთვის და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის თავარია კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ერთიანობა, ვართ ამ ერთიანობაში. ვითხოვთ კიდევ ერთხელ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ლიდერების გაუყონებლივ გათავისუფლებას. ართანამშრომლობა პროდასავლური პოლიტიკური პარტიების მხრიდან მიღწეულია, ასევე ყველასთვის ეს კარი ღია. ვინაიდან ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია პროტესტს ჩვენ საზოგადოებას მართლაც ვარჩვენოთ ერთიანობა რეჟიმის წინააღმდეგ, ართანამშრომლობა რეჟიმის წინააღმდეგ. 8 პოლიტიკური პარტიის მხრიდან ეს შეთანხმება მიღწეულია.
მნიშვნელოვანია შემოგვერთეს სხვა პოლიტიკური პარტიები, ვინაიდან კიდევ ერთხელ გავმეორდები, რეჟიმთან ბრძოლის ხაზი გადის თანმიმდევრულობაში და პრინციპულობაში. ვინ არ არის საქართველოს ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის და ის გულისხმობ. მათ შორის მათაც. ევროპული საქართველო ვერთება ამ განცხადებას, არ შეიძლება ხალხი, რომელიც არაურჩევია ქართულ ხალხს, წარმოადგენს დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს. ისინი უნდა დარჩენ იზოლირებული, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. დროა ამ ბრძოლაში შემოგვიერთდეს ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტია და ბოლომდე არაღიარების პოლიტიკა მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ამ რეჟიმს დაასრულებს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მათ წარმოუდგენია და ცოტა ალბათ უფრო გვიან, ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ აუცილებლად დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით.